მოგესალმებით ღვთისმშობლებო. გასულ ვიდეოში ვისაუბრე ზეციერი მამის ერთ-ერთ უმთავრეს თვისებაზე, სამართლიანობაზე და ნახეთ როგორ ირღვევა მისი სამართლიანი პრინციპები დღეს არსებულ სასამართლოებში, სადაც არა მარტო შერჩევითობაა და მიკერძოება, არამედ გამეფებულია ქრთამი, კორუფცია, ეგრეთ წოდებული პრემიების სახით არის ისინი, მაგრამ ჩვეულებრივი ქრთამია, ცრუ ბრალდებებზე, ეს ცილს რო წამებენ აი ამ პროცესებზე, შეკერილი პროცესებია და ფაქტიურად მოშლილია მთლიანად სამართალი და სამართლიანობა. და ამ დროს ჩვენ ნახეთ თუ რას მოიცავს ზეციერი მამის სამართლიანობა. თუმცა ზეციერ მამას ყოველთვის სამართლიანობასთან ერთად ის ავლენს გულმოწყალებასაც. მისი სამართალი ყოველთვის მის სამართალს თანსდევს გულმოწყალება. ვნახოთ რაზე უნდა დაფიქრდეს ის ადამიანები, საერთოდ ვინც სამართალს აღასრულებენ და რას გვასწავლის ეს ჩვენი ზეციერი მამის შესახებ. იაკობის წერილს თუ ნახავთ ახალ აღთქმაში მეორე თავის მე-13 მუხლი. ის ადამიანები, ვინც უმოწყალოდ ასამართლებენო, ეს სიტყვა გამოყენებული, უმოწყალოდვე დაისჯებიანო უზენაესი მოსამართლის ჩვენი ზეციერი მამის მიერ, როცა ეს დრო დადგება. ხოლო ბოლოში შემოხაზული მაქვს ნახეთ, ნათლად იკითხება, რომ სამართალში მსჯავრის დროს უმთავრესი არისო გულმოწყალება და არა გულქვაობა, რაც დღეს ვხედავთ მოსამართლეების მხრიდან. ხო, არამედ სასულიერო პირებსაც აქვთ ეს, არა მარტო მოსამართლეებს, სასულიერო პირებსაც განსაკუთრების ჩვევიათ აი ეს გულქვაობა. აი მე მარტივ მაგალითს გეტყვით, ამდენი ხანი ასეთი პროცესები მიდის და გსმენიათ ვინმეს, რომ საპატრიარქო გამოსულიყოს მათი წარმომადგენლები და გაემახვილებინოს ყურადღება იმ სისასტიკეზე და ძალადობაზე, რაც ხდება, როდესაც თავპირში ურტყავენ ახალგაზრდებს. არა ხო, რატო? ეს მათ გულქვაობაზე მოწმობს და იმიტომ. არამედ სასულიერო პირები აშკარად გამოირჩეოდნენ ხოლმე აი ამ გულქვაობით და მიზეზიც ახსნა იესომ თუ რატომ. და ერთ-ერთი მოდი მონაკვეთი ნახოთ თუ რაში დასდო იესომ პირი, ბრალი მაშინდელ სასულიერო პირებს. მათეს სახარება 23 თავის 23 მუხლი ნახეთ. აქ იესო ამხილებს სასულიერო პირებს, ვინც ადგენდნენ და მიყვებოდნენ გარკვეულ რიტუალებს, წესჩვეულებებს ზედმიწევნით და ამავე დროს უმთავრესი, რაც არის მიტოვებული ჰქონდათ და უგულებელყოფილი, ეს არის სამართალი, წყალობა, ანუ იგივე გულმოწყალება და რწმენა. დააკვირდით თანამიმდევრობას. იესომ სამართლის მოხსენიებისთანავე წყალობა, იგივე გულმოწყალება მოიხსენია, რაც ერთი მეორის გარეშე არ შეიძლება. ნახოთ კიდევ ერთი მონაკვეთი, თუ თვითონ იესო როგორ მოქმედებდა. მაგალითად მათეს სახარების 19:13. დაურთავ აგერ. აქედან ჩანს, რომ იესო კი არ სცემდა ცოდვილებს ტაბურეტკებით, არამედ მისი მიზანი იყო და არის დღესაც ჯერ კიდევ, რომ სანამ სამჯარო გაიმართება, აღეძრა ცოდვილი ადამიანების სინანულისკენ. ცოდვილი რომ მოაქციო ღმერთისაკენ, მისი გზებისაკენ, შემოაბრუნო, უნდა იყო გულმოწყალე მის მიმართ, უნდა იყო მათ მიმართ არა ბარბაროსი და დამარბეველი, ასეთი მოძალადეები და აი ეს გულქვა ადამიანები ვინც არიან, ეს არის მათთვის დამახასიათებელი, რაც ზემოთაც თქვი, წმინდებათ რომ მოაქვთ თავი, უფლის რისხვას ვერ გადაურჩებიან ასეთები, თუნდაც მარტო იმიტომ რომ შეიძლება წმინდანები იყვნენ რაღაც ქცევებში, სხვებისაგან განსხვავებით, მაგრამ ცდილობენ უფალს გადაახტნენ თავზე და მისი სასამართლო, უფლის სასამართლო თვითონ აღასრულონ, როცა ამას ცდილობენ და უფლის წინ იჭრებიან. როცა ეს უფალმა უნდა გააკეთოს, სოდომი და გომორა რო აკერიათ ხოლმე პირზე, იქ ლოტს არ აღუსრულებია სამართალი და არ აუღია მახვილი და არავის არ დასდევდა იქ. ლოტი გაარიდა უფალმა და თავად უფალმა აღასრულა. და იესოზე დაკვირვებით ჩვენ ვსწავლობთ, რომ მისი მიმდევრები გულმოწყალეები უნდა ვიყოთ, რათა ცოდვილები მოვიზიდოთ. ზეციერი მამისაკენ ასეთ ცოდვილებს ჭირდება დახმარება. ესაა ქრისტიანობა და ამას გვასწავლის აქ ქრისტიანია მონაკვეთში. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად მე აი ამ ვიდეოში შევეხები ზოგიერთ ისეთ მონაკვეთებს, რომლებიც ზუსტად ამას გამოკვეთავს აი ამ აზრებს, თუ რამდენად გულმოწყალეა ჩვენი ზეციერი მამა. მოდი ჯერ ვნახოთ რას გვასწავლიდა ჩვენი ხსნელი, წინამძღოლი ჩვენი მოძღვარი იესო ზეციერი მამის შესახებ, აგერ ლუკას სახარების მე-6 თავს დაურთავ 25-დან 38-ის ჩათვლით. 35 მუხლში საუბარია თუ
როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი მტრების, უმადურების, უკეთურების მიმართ. 37 მუხლში კი როცა საქმე ეხება სამართლის აღსრულებას, მაგრამ ჩვენ როგორც იესოს მიმდევრებს, უფრო მეტად გვაინტერესებს რა, რისკენ მოგვიწოდებს აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით და რატომ მოგვიწოდებს იესო. აი ეს იკითხება 36 მუხლში. ხედავთ ხო? იყავითო გულმოწყალენი და რატომო? იმიტომ რომ თქვენი მამა ასეთიაო და თქვენც ასეთები უნდა იყოთო. თვითონ იესოც ასეთი იყო, ხო? ახლა ვნახოთ თვითონ იესო რა მაგალითი დაგვიტოვა აი ამ ხრივ. სწორედ ამიტომ თქვა იესომ, რომ ვინც მე მიხილაო, მამა იხილაო, რადგან ის ყველაფერში ბაძავდა უზენაეს ღმერთს, მის და ჩვენს ზეციერ მამას. ამიტომ სახარებების კითხვისას თუ ყურადღებით ვაკვირდებით იესოს მიერ გამოვლენილ თვისებებს, ამით ვსწავლობთ თუ როგორია ჩვენი ზეციერი მამა, რადგან იესო ზუსტად ირეკლავდა მამის თვისებებს და ჩვენგანაც მისი მიმდევრებისაგანაც სწორედ იგივეს მოელის, როგორც წავიკითხეთ აი ამ მონაკვეთში. თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ გულმოწყალების გამოვლენით უზენაესი მოსამართლე, ჩვენი ზეციერი მამა არ ღვევს თავის სამართლიან ნორმებს. ღმერთი სრულყოფილად ავლენს როგორც სამართლიანობას, ისე გულმოწყალებას. ეს თვისებები ერთი მეორეზე არ უპირატესობს და არც ერთმანეთის გასაწონასწორებლად არის საჭირო. პირიქით, ორივე თვისება სრულყოფილად ერწყმის ერთმანეთს. ზეციერი მამა მკაცრად არ ავლენს სამართლიანობას. სამართლიანობა როგორც წესი კანონის აღსრულებას უკავშირდება და დამნაშავეთად დამსახურებულ დასჯას მოითხოვს. და ღვთის სამართლიანობა მართლების ხსნასაც გულისხმობს. ვისგან? აი ესეთი უსამართლო და ბოროტი ადამიანების ხელიდან. ის პროცესები, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ხო? ანუ ცალხარეს რო აშკარად ბოროტება იკეთება, ძალადობა, ბილწსიტყვაობა, და მეორე ხარეს რო ეს მშვიდობიან ადამიანებს რო თავს ესხმიან, თავპირში ურტყავენ და ასე შემდეგ, ხო? და ნახოთ ერთი მონაკვეთი, რომელშიც დახასიათებულია ჩვენი ზეციერი მამა, ჩვენი შემოქმედი ღმერთი. თუ ნახავთ ეს რიგით მეორე წიგნია ბიბლიაში, წიგნი გამოსვლა 34 თავი, მე-5, მე-6, მე-7 მუხლები. ნახეთ მე-6 მუხლში ჩამოთვლილია როგორია ჩვენი ზეციერი მამა. წყალობელი, შემბრალებელი, ოღონდ არა ბოროტებისა და უსამართლობის. და ამას მე-7 მუხლი უსვავს ხაზს. სადაც ვკითხულობთ, რომ ის დანაშაულთა, ცოდვათა, ბრალთა მიმტევებელია. ვის მიმართ? ვინც ინანიებენ. რა იგულისხმება მონანიებაში, როცა ლოცვით წარსდგება მამის წინაშე, ვინმე და სთხოვს პატიებას, რომ ეს მომივიდა, ეს რაღაცა უსამართლობა ჩავიდინე და მაპატიე მამა. ოღონდ ამის საპირწონეთ, ვის მიმართაც ჩაიდინა ის უსამართლობა, ცდილობს მის გამოსწორებას და საპირწონის გაღებას. ხო? აი ამ შემთხვევაში უკვე მამა პატიობს, იმიტომ რომ მან არა მარტო ითხოვა სიტყვიერი პატიება, არამედ თავისი საქციელითაც გაიღო მან საპირწონე იმისი რაც ჩაიდინა. აი ეს გულისხმობს უკვე ამ შემთხვევაში იღებს პიროვნება უკვე პატიებას. რადგან მან არა მარტო ითხოვა პატიება, არამედ ქმედებითაც დაადასტურა, რომ მას ნამდვილად სურს მიიღოს პატიება. და სწორედ ამას გულისხმობს არის მის მიერ სამართლიანი აი ამ ნორმის თუ ირღვევა მისი სამართლიანი ნორმები, ამას გულისხმობს უკვე პატიების მიღება მერე შემწოდველისთვის. ამიტომ ვისაც პრეტენზია გვაქვს ქრისტიანობაზე, აი ამ ხრივ აუცილებლად უნდა ვბაძავდეთ იესოს, ვინც ასევე თავის მხრივ ისწავლა თავისი და ჩვენი ზეციერი მამისაგან აი ეს თვისებები და ავლენდა მას. მხოლოდ აი ამ შემთხვევაში გვიღებს ღმერთი თავისებად და გვიწვდის დახმარების ხელს, გვამზადებს მისთვის მოსაწონ შვილებად, გვწინდავს, აი ეს სიტყვა რო გამოვიყენოთ, რადგან ახლა ოსიას დაურთავ, რომ ეს გავიგოთ, ნახეთ ოსიას წინასწარმეტყველის წიგნს თუ ნახავთ, მეორე თავი, 21-22 მუხლები. ჯერ დავაკვირდეთ 22 მუხლს, მოდით. აქ ნათქვამია, რომ შემიცნობო, ანუ გამიცნობო, დამიახლოვდებიო. და ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვირეკლავთ ზეციერი მამისაგან აი ამ თავარ თვისებებს, რომელიც უკვე აქ 21 მუხლში იკითხება. და აკვირდით, რომ ერთი მეორეს მიყვება ეს თვისებები. სიმართლე, სამართლიანობა, შემდეგ არის წყალობა, იგივე გულმოწყალება, რაც ჩვეულებრივ გულის მდგომარეობაა, გულიდან მოდის და სიყვარული. და ის ადამიანები, რომლებიც აი ამ თვისებებს არ ფლობენ და არ ანვითარებენ, ჩვეულებრივი გულქვა, უსამართლო და შეიძლება ითქვას სიყვარულით მოვაჭრე თვალთმაქცები არიან, რომლებიც ქადაგებენ თამდაბლობას, სიყვარულს, უფლის სახელს ამოფარებულები, თვითმარქვია ქრისტიანები არიან ჩვეულებრივი, რომელთაც არ შეუცვლიათ
ზეციერი ღმერთი, რაზეც აქ ღმერთი გვესაუბრება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემიცნობ, თუ ავლენ ამ თვისებებს, თუ არ ავლენენ აი ამ თვისებებს და გამოირჩევიან გულქვაობით და აი ამ ბოროტების გამართლებით, ეს არის ჩვეულებრივი, თუ ვაკვირდებით სასულიერო პირების მხრიდან, აი ეს რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი სასულიერო პირები ვინც არიან და აი ამ უსამართლო, უკანონო რეჟიმის ვინც ქადაგებენ დღეს, ხო? ჩვეულებრივი ცრუ მასამართლეებთან ერთად. ცრუ პროკურორებთან ერთად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთებზე აქ საუბარი. მათ ეს თვისებები არ გააჩნიათ, ეს იმას გულისხმობს, რომ მათ ზეციერი მამა არ შეუწყვიათ. ისინი არ იცნობენ ღმერთს. სწორედ ამას ქადაგებდა იესო ქრისტეც 9 ნეტარება, როდესაც ახსენა მან, აი ეს ბედნიერებისათვის აუცილებელი 9 ნიშნები ჩამოთვალა, მათ ეს სახარების მეხუთე თავში და მოდი ვნახოთ ეს ორი ნიშანი, ამჯერად ამას შევეხოთ ამ ორ ნიშანთვისებას და შემდეგ უკვე სხვა დროს სხვა ვიდეოებში დანარჩენებს შევეხები. მათ ეს სახარების მეხუთე თავის მეექვსე მეშვიდე მუხლები. უნდა ვაკვირდეთ რა არის ბედნიერების საწინდარი, რას უსვავს აქ იესო. აქ მან მოიხსენია გვერდ თუ ვაკვირდებით, მოდი ჯერ მეექვსე მუხლს შევეხოთ, იკითხება, ვინც სიმართლისათვის მოშიებულიაო. რაც იმას გულისხმობს, რომ როგორც მშიერი კაცი დაეძებს მაგალითად საჭმელს სასმელს, ასე უნდა დაეძებოდეს უფლის სიმართლეს პიროვნება, რათა დანაყრდეს აი ამ სიმართლით. ვინც იკვლევთ მაგალითად ჩემს გვერდს, თუ აკვირდებით, ზუსტად ასე მაქვს დასათაურებული ლექსები სიმართლეზე, რადგან თავიდან ეს გვერდი როცა გავხსენი, მიზანი ეს იყო, რომ ჩემი ლექსებით უფლის სიმართლე მომეტანა თქვენამდis, ვინც ეძიებთ უფლის გზებს და ვისაც წყურიათ მისი სამართალი. ამიტომ აი ამ გვერდს თუ ასკროლავთ სულ თავში, აქ 80-მდე ლექსი მაქვს შექმნილი ღვთის შეწევნით, მისი წმინდა სულის დახმარებით, სიმართლის და სამართლიანობის თემებზე. ფაქტიურად აი ამ ლექსებით უფლის აზრები მომაქვს თქვენამდis, ჩემს მსმენელებამდis, მე უბრალოდ ისინი გავლექსე. თორე ბიბლიიდან არის ყველა ლექსში აღებული აზრი ამა თუ იმ თემაზე. და არა ჩემი აზრი, უბრალოდ უფლის აზრი თქვენთან ლექსების სახით მოვიტანე. და ამაში თავად უფალი მეხმარება. და აი ამ ვიდეოს წინა ვიდეოებსაც თუ მოისმენთ, აი ამ ეს არის რიგით 72, თუ მოისმენთ რიგით 71-ს, თქვენ ნახავთ თუ რას გულისხმობს უფლის სამართლიანობა. ისე რომ აქ მეექვსე მუხლში იესო ვარწმუნებს ყველას, ვისაც უფლის სიმართლე გვიყვარს და მას ვცდილობთ რომ მიუბაძოთ, აი ეს ვეძებოთ მისი სიმართლე და ასე ვიცხოვროთ, მოვა დრო და გაძღებითო. აი აქ მეექვსე მუხლში რო არის ბოლოში, რას გულისხმობს იესო გაძღომას, სიმართლით გაძღომას. ის რომ როდესაც დამყარდება დედამიწაზე მისი 1000-წლიანი მართლობა, მოდი აგერ ჩანართი გავაკეთოთ, რომ უკეთესად გავიგოთ, ეს ნაწინასწარმეტყველებია ფსალმუნში, 36 ფსალმუნში, ზოგ თარგმანში 37 ფსალმუნია. ნახეთ 22-29 მუხლები, მე ეს განხილული მაქვს გასულ ვიდეო რგოლებშიც. მოდი შევეხოთ ყურადღება მივაქციოთ 39 მუხლს, რომ გავიგოთ რას ნიშნავს სიმართლით გაძღომა. ნახეთ, მართლებით იქნება დასახლებული დედამიწა. გვესმის ხო ეს აზრი? მარადიულად გაიხარებენ მართალი ადამიანები აი ამ გარემოთი, სადაც მხოლოდ მართალი ადამიანები იცხოვრებენ. ხოლო ბოროტები, უსამართლოები, გულქვები, ცრუპენტელები, როგორც დინოზავრები ისე გადაშენდებიან, აღარ იარსებებენ, აგერ 22 მუხლიდან გვიხსნის ამას. ეს იქნება ღვთის ღონისძიება, აი ეს არმაგედონი, სწორედ ამისთვის არის ეს ომი. ეს აუცილებელი ომი იქნება, რათა განწმინდოს პლანეტა ესეთი უარგისი ადამიანებისაგან. დღეს ვინც წოფებს ყრიან ხოლმე კომენტარებში და ლანძღვა, გინება, ძალადობრივი მოწოდებები და ასე შემდეგ. ასეთებს ვეღარსად ვეღარ ნახავთ მე. ვინც უფლის სამართლიანობით ცხოვრობთ. და მოდი კვლავ დაუბრუნდეთ ახლა მათ ეს მეხუთე თავის აი ამ მეშვიდე მუხლს გაგრძელებას. ანუ მეექვსე გავიგეთ ხო რას ნიშნავს სიმართლით გაძღომა, როცა იცხოვრებ ისეთ გარემოში, სადაც მხოლოდ მართალი ადამიანებით იქნება პლანეტა დასახლებული. მეშვიდე და რას ვიგებთ? კიდევ ერთი ნიშანთვისება ბედნიერებისა არის მოწყალება, იგივე გულმოწყალება, რომელიც გულიდან მოდის და ვინც ვავლენთ აი ამ თვისებას ჩვენ სირგვლივ მყოფთა მიმართ. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი გვაწყეინეს თუ სამართლოდ მოგვექცნენ, ასეთი სახით ღმერთს ვაძლევთ იმის არგუმენტს და საშუალებას, რომ როდესაც დადგება მისი დიდი დღე, მისი სამსჯავრო როდესაც გაიმართება, სწორედ ეს იქნება იმისი გამსაზღვრელი ჩვენ შეგვიწყალებს თუ არა ზეციერი მამა.
რადგან უწოდელი ადამიანები არავინ არ იქნებიან, ამიტომ ამაზე იქნება დამოკიდებული, შენ რამდენად გულმოწყალე იყავი, როცა შენს მიმართ წოდავდა ვიღაც. და ამას აკვირდება დღესაც ზეციერი მამა. და ეს ჩანს უკვე, როგორც უკვე ვთქვი, სასამართლო პროცესებში, აგერ ქუჩებში, აგერ სოციალურ ქსელებში, კომენტარებიდან, ხო, რამდენად თავშაკავებულია ერთი მხარე, მშვიდობიანი აქციონერების, მომიტინგეების და რამდენად გესლიანი, შხამიანია ის მხარე, რომელსაც ზურგს უმაგრებს ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები, რომლებიც არიან FSB-ს მოსყიდულები და მათ პროპაგანდას გადაგებენ ამბიონებიდან. ისე რომ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, უნდა გვესმოდეს თუ რას მოიცავს ღვთის სამართალი, რომ ის